დედა ამბობს ხოლმე ჩვენ ერთად შეკრების ყოველი დღე არის დღესასწაული და არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებული თარიღი, მაგრამ ჩვენ მე და ჩემი და ჩამოვედით საღდგომო არდადეგებზე სოფელში ოქტომბრის შემდეგ და ერთად გაგიზიარებთ რა ხდება და როგორია სამზადისი საღდგომო ეზოს ახმაურება და დილის გათენება ამ ზანზალაკებთან ერთად იწყება, რაც განწყობას ერთიორად ამაღლებს. აქ მამა პასკის ცომის სითბოსთვის შეშას ამზადებს. რადგან თბილად იყოს და უფრო კარგად ამოფუშფუშდეს. ეჩიც მოვანთეთ, ცომიც მოვიდა და ნელა მოვიხოდებით, ჩვენც გევიმართეთ. დღეს რა გეგმები გაქვს? ეს ნაბი ვემსახუროთ საზოგადოებრიობას. რაში გამოიხატება ეგ? შენ ნათლია შენ აშკობიაზე უნდა მევეხმარო. პასკის ცხობის ტრადიცია ჩემს ოჯახს მემკვიდრეობით. სანამ ფურნე ჩვენ გვექნებოდა, იქამდე ბებოსთან ხდებოდა ხოლმე მთავარი შეკრება. როგორც მამა ამბობს ხოლმე, ამ საქმეს ღალატი ნამდვილად არ სჭირდება. ეს არის დღე, რომელ დღესაც ყველა სოფელში მაცხოვრებელი ოჯახი განსაკუთრებით ელოდება. ელოდებიან შვილებს, რომლებიც ქალაქიდან უნდა ჩამოვიდნენ. ხევარი საათით ადრე დიდი ხნის დაუნთებელი რომ ამას თავისი დრო უნდა გახურდეს, გათბეს, მერე შეგრილდეს. რომ პასკა გამოგვივიდეს იდეალური. არ დაიწყოს, ხო? ხო, რა თქმა უნდა და ეს ფურნე არის აშენებული ჩემი ხელით. ჩემი დაპროექტებული, აქ არის პურის საცხობი, ჯარუნები შედის. და შეგიძლია პურის გამოვაცხო, დავლენა გვერდხელი დასაფერი და ბევრი წვალების მერე და ფიქრის მერე გამოვიდა ის, რაც მინდოდა. ეს არის ჩემი ნინო ნათლია, რომელიც რაც მიყვარს რაღაცა ბრჭყიალეები და ისინი მეუბნება ხოლმე მე დაგანათლება ყველაფრის სიყვარულია. 100% რომ გამიმართლა. ცომთან ურთიერთობა ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომაც ერთი შეხედვით გამხმარ, მაგრამ მსხმოიარე ალუჩის ხეს ვესტუმრე. ალუჩის მოყვარული დიდად არ ვარ, მაგრამ ეს შანსი ნამდვილად არ უნდა გამეშვა ხელიდან. რასაც ქვემოდან მივუწვდი ჩამოვკრიფე და გემრიელად მივირთვი. ეს როგორ შეიძლება არ ჭამო ახლა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ თქვენგანს უნდა ჩემს ადგილას ყოფნა, მაგრამ ეს ჩვენ ოჯახის პატარა წევრი ბინგოა, რომელსაც ალბათ ყველაზე მეტად უყვარს მოფერება. ეს არის ალბათ ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია იტანოს ჩემი ძალადობრივი სიყვარული. ამასობაში პასკები აფუვდა და გამოსაცხობად მზადდება. თან გამოყარი შენ, ის ხოთ კიდე უნდა ჩაწყნარდეს მე ვიცოდი. ნაკვერცხებიდანაც არის, რაც დამწვარი შეშისგან დარჩა, უნდა გამოვასუფთავოთ. რათა ტემპერატურა პასკების დაწვა არ გამოიწვიოს. ამრიგად ფურნე უკვე მზად არის პასკებისთვის. ხაბა მომაწოდეთ, ჰა? წავიდა წელ ფურნეში პასკები. წავიდა, ღმერთო, კაი ხელზე. პასკები უკვე შესკუბდნენ ფურნეში და ის გადაგვრჩენია დაველოდოთ როგორი გამოვა. ესეც უკვე მზა პასკები, რომელიც სილამაზესთან ერთად უგემრიელესიც გამოვიდა. ჩვენს ფურნეში პასკის ცხობის კვირეული გახსნილია. ხოლკი გაჩვენებთ როგორ პასკას ვაცხობთ ჩვენი ოჯახისთვის. ახლა კი ყველაზე მთავარი მომენტი უნდა გაყურებიოთ. მაგარი შუში აქ. არ ვიცი. აი, ის არის რაც მიყვარს, ქიშმიში, არომატი და ხელით მოზელილია, მაგრამ გული იგრძნობა. ხვალამდე.